ბევრი განხილვების შემდეგ არჩევანი გავაკეთე დირსის ბინაზე, იმიტომ რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა უბანი. არის ძალიან ბევრი სათამაშო მოედნები, სარეკრეაციო ზონა, საცობებისგან თავისუფალი გზები. არის ბულვარი, შესანიშნავი ბულვარი მტკვრის პირას, არის ველოსიპედის ბილიკები. ამავდროულად არ გჭირდება თქვენ ველოსიპედის ატანასალში, იმიტომ რომ არის ველოსიპედის პარკინგი, ეგრეთ წოდებული სადგომები. საჭირო მასალებს ჩვენი კომპანია ადგილზე აწარმოებს, რაც ხარისხის კონტროლის ძალიან კარგი საშუალებაა. მშენებლობა განხორციელდა საკმაოდ ძვირადღირებული ტუნელური ყალიბის ტექნოლოგიით და თითოეული კორპუსის დაახლოებით 80% წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, რაც ჩვენს კორპუსებს თბილისში არსებულ კორპუსებთან შედარებით ყველაზე მყარს ხდის. გარდა ამისა, კორპუსები დაშენებულია კლდეზე, რაც მათ მდგრადობას კიდევ უფრო მეტად ამაღლებს და საბოლოო ჯამში ნაგებობები გათვლილია ცხრაბალიან მიწისძვრაზე. Я и моя семья уже почти год живем в Дирсе. Для нас очень приемлемо жить здесь, потому что 5 минут хватает, как мы можем очень легко, без всяких там пробок, доехать до центра города. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ბინების ჩაბარების 3 სხვადასხვა მდგომარეობა. ეს არის სრული რემონტით, თეთრი კარკასი პლუსისა და თეთრი კარკასის მდგომარეობით. საინჟინრო ინფრასტრუქტურა შესრულებულია უსაფრთხოების და საიმედოობის ძალიან მაღალი სტანდარტებით, რომელშიც გათვალისწინებულია რეზერვირებული კვება. ეს გულისხმობს, რომ გამორთვის საშიშროება ამ კომპლექსში, ამ წყალმომარაგების და ამ სერვისების მიწოდების ფაქტიურად გამორიცხულია. ასევე აღსანიშნავია თვითონ კომპლექსის სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომელიც გულისხმობს როგორც ელექტრონულ, ასევე წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც განთავსებულია თითოეული საცხოვრებელი კორპუსის ყველა სართულზე. კომპლექსში არის ესე იგი მოწესრიგებული გზები, მოწესრიგებული სადარბაზოები, არის უსაფრთხოების სამსახური, არის კონსიერჟის მომსახურება, დაცული ტერიტორია. До того, как мы жили в Дирсе, мы жили в других корпусах, которые не очень удобно было для моего ребенка играться во дворе, потому что двор был очень маленьким, и билдинг этот находился прямо у центральной улицы. Я боялась его отпускать. ჩვენ შევიმუშავეთ განსაკუთრებული პირობები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებისათვის. ეს არის შიდა განმადება, რომელიც მხოლოდ ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. ტერიტორიაზე არის სანიაგრო სისტემები და კანალიზაციის სისტემები, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს კომპლექსში წყალმომარაგების და სანიაგრო ქსელის სრულ დაცვას, იმისთვის, რომ კომპლექსში არ მოხდეს არანაირი დატბორვის საშიშროება. მთელი კორპუსი აღჭურვილია აქტიური მეხამრიდების სისტემით, რომელიც გულისხმობს ზონურ დაცვას და არა წერტილოვან დაცვას. ელექტრომომარაგება განხორციელებული 2 დამოუკიდებელი ქსელით და ავტომატური რეზერვის ავტომატური ჩართვის სისტემით. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ფასეულობას წარმოადგენს გარემოზე ზრუნვა და დირსის პროექტის განხორციელება უკვე არის აღნიშნულის დადასტურება, რადგან მისი სახით თბილისს შეემატა თანამედროვე სტანდარტების ეკოლოგიურად სუფთა უბანი. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ჩვენ წარვადგინეთ უნიკალური შეთავაზება, რომელიც მოიცავს უკვე გაქირავებული ბინების გაყიდვას. ეს არის წარმატებული ინვესტიციისა და დამატებითი შემოსავლის მიღების საკმაოდ კარგი საშუალება. დირსის პირველი ეტაპი გაშენებულია 10 ჰექტარზე და ამ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მწვანე საფარს. პროექტის დაწყებიდან დღემდე სულ დაირგო 2600-ზე მეტი ნარგავი, რაც თბილისის მასშტაბით ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების მდგომარეობა, რომელშიც სიმშრალე და წყლის შეუღწევადობა, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილია სადრენაჟო სისტემების არსებობით. კორპუსების გარე პერიმეტრი მთლიანად დაცულია თქოიზოლაციის სპეციალური სისტემით და მნიშვნელოვან შეგავას აძლევს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროს კომუნალური დანახარჯება.
Мои эмоции насчет Дирси очень-очень теплые и очень эмоциональные. Мне очень здесь все нравится. Мы раньше жили в Дубае, после этого, как приехали в Грузию, я сравниваю жизнь в Дирсе с Дубаем. Ირჩევთ ყველას, რომ თქვენს იმსახურებთ, გქონდეთ ისეთი გარემო, როგორც დირში. დირსი ქალაქი ქალაქში